განხილვის პროცესში ბევრი საინტერესო მოსაზრება ითქვა და რაც მთავარი რაც გამოიკვეთა ეს არის აუცილებლობა რომ საკითხები შესწავლილი იქნეს სიღრმისეულად იმისთვის რომ მაქსიმალურად უზრუნველყოფილი იქნეს ისეთი გადაწყვეტილების მიღება მათ შორის კომპანიის მხრიდან რომელიც გადაწყვეტილებაც მაქსიმალურად ორიენტირებული იქნება იქ დასაქმებული ადამიანების ინტერესებზე მაქსიმალურად უმტკივნეულო იქნება ეს გადაწყვეტილება თანამშრომლებისთვის და ასე შემდეგ. ჩვენ შევეცდებით უახლოესი დღეების განმავლობაში რომ მაქსიმალურად დიდი შრომა ჩავდოთ, დიდი ძალისხმევა ჩავდოთ საიმისოდ რომ საუკეთესო ვერსია, საუკეთესო ვარიანტი იქნეს ნაპოვნი საიმისოდ რომ შეძლების დაგვარად მაღალ დონეზე იქნეს უზრუნველყოფილი იმ თანამშრომლების უფლებები, მათი სამომავლო პერსპექტივები, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეთ რისკი, ასე ვთქვათ, გარკვეული სამუშაოს დაკარგვისა. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ნაყოფიერი იყო კომისიის ეს სხდომა. მნიშვნელოვანი აღინიშნოს, რომ პირველი და უმთავრესი ფაქტი არის ის, რომ კომპანიას აქვს სერიოზული ფინანსური პრობლემები, ეს გამოიხატება როგორც საერთაშორისო ბაზარზე არსებული პრობლემებით, ასევე სახელმწიფოს მიმართ დავალიანებით, რომელიც ასევე რამდენიმე ათეულ მილიონს შეადგენს, ეს სხვადასხვა სახის დავალიანება არის და რასაკვირველია საჭირო არის გარკვეული ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რომ მოიძებნოს ოქროს შუალედი და როგორც დამსაქმებლის, ასევე დასაქმებულების ინტერესები იყოს დაკმაყოფილებული შესაბამისად შემდეგ შეხვედრაზე ჩვენ უნდა გქონდეს კარგი კომუნიკაცია პირველ რიგში ერთმანეთთან და ამის შემდეგ რასაკვირველია კომპანიასთან ერთად ვიმუშაოთ იმ ოქროს შუალედის მოძებნაში, რომელიც დაგვეხმარება გამოვიდეს ეს პროცესი მაქსიმალურად ნაკლები ზიანი. ასევე მნიშვნელოვანი არის მოლოდინების მართვა, არასწორი მოლოდინები, ის არის რაც აზიანებს ზოგადად ასეთ პროცესებს და მინდა მოუწოდო აბსოლუტურად ყველა მხარეს, რომ მაქსიმალურად თავი შეიკავონ ისეთი განცხადებების გაკეთებას, რომელიც პოლიტიკა შეიტანს ისეთ საკითხში, რომელიც პირდაპირ ბიზნეს და შრომის საკითხებს უკავშირდება და ასევე არასწორ მოლოდინებს უჩენს იქ დასაქმებულებს, ამ მოლოდინებს ქმნიას ისეთი განცხადებები, რომელიც ეხება მაგალითად ნაციონალიზაციას, აღნიშნული საწარმოსში, ან თქვათ სახელმწიფოს შესვლას და ასე შემდეგ. გარკვეულწილად ვიცით იმასთან დაკავშირებით, რომ კომპანია გეგმავს საერთოდ დახურვას, წასვლას. ეს რისკები იქნა შეწონილი და ჩვენგან მიწოდებული ინფორმაცია. პოზიცია არის ის, რომ სამუშაო ჯგუფის ფორმატში მყისიერად, უსწრაფესად იქნება განხილული ის საკითხები, რომელიც გარკვეულწილად უზრუნველყოფს ნათელი სურათის დანახვებას და ეს ბუნდოვანება რაც გვაქვს და ჩვენ რასაც ესე ვთქვათ, ვერ ვცემთ კითხვის ნიშნებს პასუხს ამ ყველაფერს გაეცემა მთავრობის ჩართულობით პასუხი და იმედი მაქვს, რომ უახლოეს პერიოდში გარკვეული კონტურები გამოიკვეთება იმ პრობლემების გადაჭრასთან დაკავშირებით, რომელიც დღეს აწუხებთ ჭიათურის მოქალაქეებს. მოგესალმებით. მე მინდა პირველ რიგში შევეხო დღევანდელ შექმნილ ვითარებას იმ ახალ გადაწყვეტილებებს, ახალ კანონმდებლობას თუ რეგულაციებს, რაც პრაქტიკულად ყოველდღიურად იღებს de facto ხელისუფლება, რომელიც მთლიანობაში უდრის პრაქტიკულად გამოცხადებულ ომს საზოგადოების წინააღმდეგ. ასე შეიძლება შევაფასოთ ის ყველაფერი, რაც ხდება და რაც ეხება პრაქტიკულად ყველა მიმართულებას, ყველაზე ახალი და საგანგაშო შეიძლება ის იყოს ეს ამ ფონდების დაყადაღება, რამდენადაც ეს არის პრაქტიკულად ომის სოლიდარობაზე. ანუ ის რაც დაიწყო და რაც წარმოადგენს ნამდვილად საზოგადოების გამოხატულებას სოლიდარობის იმ ადამიანების მიმართ, ვინც არიან ან დაპატიმრებული, ან სამსახურიდან გაგდებული, ან კიდევ რომლებიც იხდიან სრულიად უდანაშაულოდ იხდიან ჯარიმებს, რომელიც 10-ჯერ აღემატება მათ ხელფასებს. ეს მცდელობა საზოგადოების მხრიდან რომ გამოაჩინოს თავისი სოლიდარობა, როცა ეს არის აღქმული და წარდგენილი როგორც მტრული საქმიანობა,
ეს არის წარმოუდგენელი ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში, მაგრამ მე მგონი რომ ჩვენ ასე ვეღარ შევაფასებთ ის რაც ხდება ამ ქვეყანაში. ეს არის რაც ეხება ფონდებს, რომელიც ქმნის ძალიან მძიმე თუნდაც სოციალურ სიტუაციას ბევრ ოჯახისთვის და მე მინდა ვთქვა რომ ჩვენ ამ საკითხს უნდა მივხედოთ სხვანაირად მოვნახოთ გზები რითაც ჩვენ შევძლებთ რომ დავეხმაროთ ამ ადამიანებს. მეორე მიმართულება თქვენ კარგად იცით, ჩემზე უფრო კარგად კიდევ ის ახალი რეგულირება რაც ეხება მედიას, ყველა ფორმის მედიას, რომელიც კიდევ ერთხელ არის მიმართული იმისკენ რომ უფრო შეიზღუდოს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება მედიაში და უფრო შეამციროს ის სივრცე, რაც არის რეალურად თავისუფალი სივრცე. მერე ჩვენი და ეს ვითომც რაღაცა ბრიტანული კანონი ძალიან მომწონს რომ ვითომც კოპირება მიდის ან ევროპული ან ამერიკული კანონების, როგორც არის თურმე ფარა, მაგრამ ფარა აქ არის გამოყენებული სულ სხვანაირად, ეს არის იმისთვის რომ კიდევ უფრო დამძიმდეს არასამთავრობო ორგანიზაციებზე და ყველაზე, არა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, ასევე შპს-ებზე ყველანაირი შეზღუდვები, რომ გარედან ვერც ერთი დაფინანსება ვერ შემოვიდეს ქვეყანაში. რაც ცხადი არის, იქნება ძალიან რთული ბევრისთვის, ვინც მიჩვეული იყო იმისით, რომ ეს დაფინანსება ეხმარებოდა იმ საქმიანობაში და ეს არის სრულიად ასევე ბუნებრივი და მინდა ვთქვა, რომ ის დაფინანსება, რომელიც უცხოეთიდან მოდიოდა, მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებს კი არ ეხმარებოდა, დიდწილად და ბევრად დიდწილად ეხმარებოდა სახელმწიფოს თავის პროგრამებში და ბიუჯეტში და ეს არის ის შედეგები ჯერ არ იგრძნობა და რომელსაც ძალიან მალე ვნახავთ ყველა დარგში პრაქტიკულად ეკონომიკის, იმიტომ არ არის დარგი, სადაც არ იყო ძალიან აქტიურად ჩართული ან ევროპელი პარტნიორი, ან ამერიკელი პარტნიორი, ეს იქნება სოფლის მეურნეობა თუ სხვადასხვა პროექტები, პროგრამები, რომლებიც ემსახურებოდა ჯანდაცვაში ჩვენ განვითარებას. და ის რომ ეს ყველაფერი დღეს შეზღუდული არის ხელოვნურად, ნიშნავს რომ ქვეყანა არა მხოლოდ იზოლირებული არის თავისი პარტნიორებისგან, არამედ ჩაკეტილისკენ მიდის. კიდევ ის რაც გადაწყვეტილება მიღებული იქნა უმაღლესი იუსტიციის საბჭოს მიმართ, რაც ნიშნავს რომ სასამართლო უფრო და უფრო იქცევა ბუტაფორიად, მე მგონი რომ ეს ნაბიჯიც აღარ იყო საჭირო იმისთვის რომ ამაში დაბრწმუნებული ვიყავით, მაგრამ ეს არის კიდევ ერთი როგორც ჩანს არც ერთი ნაბიჯი არ არის ზედმეტი ამ ქართული ოცნებისთვის, იმისთვის რომ დაამტკიცოს რომ აი აბსოლუტურად ყველაფერი არის ერთ ხელში და რასაც უნდა იმას აკეთებს, რაც არ არის მე რომ ვთქვა დიდი ძალის გამოჩენა. ან თავის თავში დარწმუნების გამოჩენა. ამას რო აკეთებ, ესე იგი არაფერი არასოდეს არ არის საკმარისი იმისთვის რომ შენ თავში დარწმუნდე რომ ხარ ძლიერი. მაგრამ ამას აგრძელებენ და ეს არის მათი სისუსტის რეალურად ნიშანი. კიდევ ერთი მიმართულება, სადაც არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, ეს არის საჯარო მოხელეების მიმართულება, რადგან იქ გრძელდება ადამიანების გაშვება სამსახურიდან უმოტივოთ, ან უფრო სწორედ ისეთი მოტივებით, როგორიც არის სოციალურ ქსელში თავისუფალი აზრის გამოხატულების გამო და რაც არის კიდევ ერთი ადამიანის უფლებების დარღვევა, ძალიან ხისტი დარღვევა და ის ფაქტი, რომ მაგალითად, რაზედაც მე ძალიან კიდევ უფრო ვწუხვარ, რომ თავდაცვის სამინისტროდან მაგალითად 150 საჯარო მოხელე იქნა ამ ფორმით გამოშვებული და ეს ცხადი არის, რომ ასუსტებს ყველა ჩვენ სახელმწიფო ინსტიტუტებს. ეს არ არის მხოლოდ ის გაძლიერება ერთი პარტიული ყველა სამინისტროში, ეს ასევე ნიშნავს, რომ პროფესიონალები ტოვებენ ამ სამინისტროებს, იმიტომ რომ აქ არჩევანი არ კეთდება პროფესიონალიზმით, ვინ გაუშვა და ვინ არა. აქ უშვებ მხოლოდ ის, ვინც არიზიარებს შენ მოსაზრებას და ტოვებ
იმას, ვინც არ არის მაინდა-მაინც კომპეტენტური, მაგრამ მონობისთვის არის მზად ყველანაირად. და არ დავივიწყოთ, შეიძლება ამითი უნდა დამეწყო კიდევაც სინდისის პატიმრები, რომლებიც არიან ძალიან რთულ პირობებში და რომლებიც მიმართ სწორედ ახალი ფორმით სოლიდარობა უნდა კიდევ გამოვხატოთ. ეს არის ყველა ის თემები, რომელიც დღეს არის ძალიან მძიმე ამ ქვეყანაში და რომლის ირგვლივ სწორედ ის ახალი კოორდინაცია, რომელზედაც მუშაობთ ახლა პოლიტიკურ პარტიებთან ერთად, უნდა იყოს ბევრად უფრო გამოხატული. იმიტომ ეს არის ის თემები, რომლებიც მართლაც გვაერთიანებს ყველას. არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიები, მაგრამ გვაერთიანებს ასევე სამოქალაქო საზოგადოებასთან და მთლიანად ქვეყნის გაერთიანება ხდება ამ თემების ირგვლივ, იმიტომ ეს არის ის თემები, რომელიც ვერც ერთ ქართველს ვერ დატოვებს ინდიფერენტულს ამათ მიმართ. იმიტომ ეს არის ის, რაც ჩვენ კულტურაში, ჩვენ იდენტობაში ძალიან ძლიერად ზის და ამისი უარყოფა არავის არ შეუძლია. შეიძლება არ თქვას, არ გამოხატოს, იმიტომ რაღაცის დღეს ეშინია, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ მთელ საზოგადოებაში ამ ყველა მიმართულების და მიმართ არის ძალიან დიდი ტკივილი და ძალიან დიდი სურვილი, რომ ჩვენ რაღაცნაირად გამოვასწოროთ ეს ძალიან მძიმე მდგომარეობა. სწორედ ამ კოორდინაციის ფარგლებში დღეს დაიგზავნა და ამ წუთებში იგზავნება ასევე, ეს არის საერთაშორისო მიმართულება, იგზავნება ერთობლივი წერილი, ჩემი ხელმოწერით, ყველა ევროპულ ლიდერთან, რომელიც მიიღებს მონაწილეობას ხვალ და ზეგ ევროპულ საბჭოს შეხვედრაში, რომლის დღის წესრიგი მოიცავს ამ მომენტისთვის ცხადია უკრაინას ძირითადად თავდაცვის ახალ პროექტებს და დაფინანსებას, მათ დაფინანსებას, სადაც არ წერია დღეს საქართველო როგორც ერთ-ერთი თემა ამ დღის წესრიგის და სწორედ ეს იყო რამაც განაპირობა ამ წერილის გაგზავნა, რომ არ შეიძლება რაც არ უნდა იყოს სხვა პრიორიტეტები და გასაგები არის ჩვენთვისაც, რომ ის სხვა პრიორიტეტები დღეს არითმენს და ნამდვილად უნდა იყოს როგორც პრიორიტეტი ისე აღქმული, მაგრამ ამავე დროს არ შეიძლება რომ არ იყოს გარკვეული ყურადღება იმის მიმართ, თუ რაც ხდება დღეს საქართველოში, ეს რეპრესიული რეჟიმის ყოველდღიური გაძლიერება თუ არა გაფართოება ყოველ შემთხვევაში და ის რომ საქართველო ვერ იქნება განხილული როგორც ცალკე რაღაცა ჩაკეტილი პოლიტიკური კრიზისი. ეს არის ნაწილი იმ კრიზისის, რომელიც დღეს მოიცავს ევროპას, რომელმაც მიიღო უკრაინაში სამხედრო ფორმა, მაგრამ საქართველოში არის აქ სხვა ფორმით, ჰიბრიდული ფორმით, იგივე აგრესია საქართველოს მიმართ, საქართველოს დამოუკიდებლობის, საქართველოს დემოკრატიის, საქართველოს ევროპულობის წინააღმდეგ მიდის ბრძოლა, რომელსაც არ აქვს სამხედრო ფორმა. ეს არის ბრძოლა, რომელიც გავიდა ჯერ არჩევნების манипуляციაზე და შემდგომ იმაზე, რომ არის ხელისუფლება დღევანდელი მართველი რეჟიმი, რომელიც მიდის ამ მიმართულებით, ესე იგი, რომ გააუქმოს საქართველოს თავისუფლება, დამოუკიდებლობა და ევროპულობა. ეს არის ის, რაც ჩვენმა პარტნიორებმა უნდა გაიგონ, რომ არ შეიძლება რომ საქართველოს საკითხი არ იყოს განხილული, როცა დისკუსია იქნება შავი ზღვის შესახებ, შავ ზღვაზე ჩვენ გვაქვს პირდაპირ ინტერესი, რომ იქ მართლაც უსაფრთხოება გაძლიერდეს და თანამშრომლობა. შავ ზღვაზე დღევანდელი ქართული ოცნება აპირებს, მაგრამ ძალიან არაგამჭვირვალედ, რომ შემოიყვანოს ჩინეთი ანაკლია სპორტში. ის ფაქტი, რომ რუსები აპირებენ, რომ ჩამჩირეში სამხედრო ბაზა გახსნან, ეს ყველაფერი იმას მიანიშნებს, რომ უნდათ თუ არ უნდათ საქართველო არის ჩართული შავი ზღვის უსაფრთხოებაში და თანამშრომლობის საკითხებში და უნდა იყოს განხილული. ასევე, როცა ლაპარაკი არის იმაზე, თუ რა
რა უნდა იყოს ბედი ოკუპირებული ტერიტორიების თუნდაც უკრაინაში, ის ფაქტი, რომ ჩვენ ტერიტორიაზე არსებობს ოკუპირებული ტერიტორიები, ესეც ვერ იქნება მივიწყებული იმ დროს, როცა მიდის ფართო მოლაპარაკებები ამგვარ საკითხებზე. ანუ საქართველოს არის თემა ევროპისთვის, რაც არ უნდა არსებობდეს დღეს ისეთი გამოწვევები, რომელიც ალბათ უფრო მეტად იწვევს ყურადღებას. ეს იყო მიზანი ჩვენი ამ წერილის, ასევე იქ მოთხოვნა არის იმისი, რომ მომავალი ევროპული საბჭოს, რომელიც ჩატარდება ივნისის თვეში, თუ არ ვცდები, იქ უშუალოდ იყოს ჩაწერილი დღის წესრიგში საქართველოს საკითხი და მანამდე მზადყოფნა იმისი, რომ მეც და ეს კოორდინირებული პოლიტიკური პარტიები ჩავიდეთ და დავესწროთ ევროპული პარლამენტის სესიას და იქ წარვადგინოთ ის საკითხები, რომელიც დღეს ისმება საქართველოში და რომელიც უნდა იყოს განხილული ევროპულ პარტნიორების მიერ. ძალიან დიდი მადლობა. პარლამენტი არის ლეგიტიმური. ერთადერთი, ვინც პარლამენტს ლეგიტიმაციას ანიჭებს, ეს არის ქართველი ხალხი, არც ვიღაც ბრიუსელის ჩინოვნიკი და არც რადიკალური ოპოზიცია საქართველოში. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში ისაუბრა. მთავრობის მეთაურის განცხადებით, ქართულ ოცნებას საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ დაუჭირა მხარი და შესაბამისად მთავრობა ლეგიტიმურია. ირაკლი კობახიძემ ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიულ პარტნიორობაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ქართული ოცნების სურვილია ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობა კონკრეტული გზამკვლევით სუფთა ფურცლიდან დაიწყოს. მისივე თქმით, დახურულ კარს მიღმა გამართული შეხვედრების შინაარსის გარეთ გამოტანა მიღებული არ არის. თუმცა ორივე მხრიდან გამოითქვა ინტერესი, რომ საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობები არსებითად და თვისობრივად გადაიტვირთოს. ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში მიმდინარე საპროტესტო აქციებსა და რადიკალურ ოპოზიციის ქმედებებზე ისაუბრა. მთავრობის მეთაურის თქმით, უცხოური დაფინანსების მიმღები კონკრეტული ძალები პირდაპირ ავიდნენ რევოლუციურ სცენარზე და მოითხოვეს მთავრობის გადადგომა. გარედან ფინანსდებოდა რევოლუცია, რაც უკვე კრიმინალია. პრემიერ-მინისტრმა დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრის ვიცე-პრემიერის დასანქცირება სხვა სახელმწიფოზე პოლიტიკურ დემარშსა და პოლიტიკურ თავდასხმას ნიშნავს. კონკრეტული NGO-ები, პოლიტიკოსები კი პირდაპირ აცხადებენ, რომ საქართველოს წინააღმდეგ მტრული აქტის გამოცემაში ურცხვად მონაწილეობდნენ. ევროპარლამენტში რასამარცხინო ტექსტებიც იწერებოდა, ყველაფერი კამპანიების და პირდაპირი ჩართულობის საფუძველზე ხდებოდა. ამით ტრაბახობდნენ, ამაყობდნენ კონკრეტული ადამიანები, იქ ესტონეთის სანქციები, იქ დიდი ბრიტანეთის სანქციები, ამერიკის, ლიეტუვის სანქციები. ამით ამაყობენ დღემდე. ეს ხომ არის მტრული გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნის მიმართ, დასძინა კობახიძემ. დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. უკრაინის პრეზიდენტი კოლეგასთან საუბარს დადებითად აფასებს და ამბობს, რომ ამერიკის ჩართულობით მყარი მშვიდობის დამყარების სჯერა. პრეზიდენტმა ტრამპმა გამიზიარა პუტინთან მისი საუბრის დეტალები და საკვანძო განხილული საკითხები. ომის დასრულებისკენ ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი შეიძლება იყოს ენერგეტიკისა და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ დარტყმების შეწყვეტა. მხარი დავუჭირე ამ ნაბიჯს და უკრაინამ დაადასტურა, რომ მზად არის მისი იმპლემენტაციისათვის.
ჩვენმა გუნდებმა ეს ნაბიჯი ჯიდაში განიხილეს. ამერიკული მხარე ასევე ფრონტის ხაზზე უპირობო ცეცხლის შეწყვეტის წინადადებით გამოვიდა უკრაინამ. ამ წინადადებასაც მხარი დაუჭირა, წერს ზელენსკი ტვიტერზე. ასევე მან დაადასტურა, რომ უკრაინული და ამერიკული გუნდები მომდევნო დღეებში საუდის არაბეთში შეხვდებიან და ნაწილობრივი ცეცხლის შეწყვეტის იმპლემენტაციასა და გაფართოებაზე იმსჯელებენ. ევროკავშირმა მშვიდობის დამყარებაში დონალდ ტრამპის ძალისხმევას უნდა დაუჭიროს მხარი. ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს. ვიქტორ ორბანის თქმით, ომის გამო ფასები ყველაფერზე გაზრდილია და უნგრეთმა დაკარგა ექსპორტის შესაძლებლობა რუსეთში. უნგრელებს კვლავ ძალიან მტკიცედ სჯერათ, რომ ჩვენ უნდა მივმართოთ ყველა ჩვენი ძალისხმევა და შესაძლებლობა მშვიდობის დასამყარებლად, რაც შეიძლება მალე. პირველ რიგში ძალიან ქრისტიანული მიზეზის გამო, რადგან ჩვენ ყოველდღიურად ვკარგავთ ასობით სიცოცხლეს, რაც სრულად ეწინააღმდეგება ჩვენს ღირებულებებს. მეორე ეკონომიკურადაც, რადგან ომი ძალიან ძვირია, განაცხადა ვიქტორ ორბანმა. რუსეთთან უნდა გქონდეს ურთიერთობა, მათ მსოფლიოში ყველაზე დიდი ტერიტორია და ბუნებრივი რესურსებით მდიდარი მიწა აქვთ, აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი. ტრამპის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეს მიზანს არ წარმოადგენს ამერიკის მიერ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებამ შესაძლებელია რუსეთის ჩინეთთან დაშორება გამოიწვიოს. მათ მსოფლიოში ყველაზე დიდი ტერიტორია აქვთ, ჩინეთზე უფრო დიდი, მათ 11 სასაათო სარტყელი და ბუნებრივი რესურსებით მდიდარი მიწა აქვთ. ახლა უკრაინასთან იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმებას ვაფორმებთ და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენს ფულს უკან ვიბრუნებთ, განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა. რუსეთმა და უკრაინამ არაბთა გაერთიანებული საამიროების შუამავლობით ტყვეთა გაცვლის ფარგლებში 372 სამხედრო გაცვალეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მოსკოვმა 197 უკრაინელი სამხედრო ტყვე დააბრუნა, მათ შორის 22 მძიმედ დაჭრილი, რომლებსაც სასწრაფო სამედიცინო დახმარება ესაჭიროებათ. რაც შეეხება კიევს, მათ მოსკოვს 175 ჯარისკაცი დაუბრუნეს. რაც შეეხება კურსკის ოლქში მყოფ ჯარისკაცებს, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, მათი ქვეყნის კანონმდებლობით უკრაინის არმიის ყველა სამხედრო მოსამსახურე და განსაკუთრებით უცხოელი დაქირავებული ჯარისკაცები, რომლებმაც მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ დანაშაულები ჩაიდინეს, ტერორისტებად უნდა გამოცხადდნენ. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იემენზე საჰაერო იერიში მიიტანა. ამის შესახებ ინფორმაციას როიტერი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, იემენელი ჰუსიტების მიერ კონტროლირებადი ტელეარხი ალ-მასირა ამბობს, რომ აფეთქებების ხმა იემენის დედაქალაქ სანაში გაისმა. თავდასხმები აეროპორტთან ახლოს განხორციელდა. დაშავებულების ან დაღუპულების შესახებ ინფორმაცია კი ამ დრომდე არ გავრცელებულა. აღსანიშნავია, რომ თავდასხმამდე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში ირანს მოუწოდებდა დაუყოვნებლივ შეეჩერებინა ჰუსიტებისათვის სამხედრო აღჭურვილობის გაგზავნა. 16 მარტს კი ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების იემენზე მიტანილი თავდასხმების შედეგად სულ მცირე 31 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 101 დაშავდა. იერიშის მიზეზად ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეიარაღებული ჯგუფის მიერ წითელ ზღვაში გემებზე განხორციელებული თავდასხმები დაასახელა. თურქეთში სტამბოლის მერის მხარდამჭერი აქციის მონაწილეები და სამართალდამცველები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ, რომლებიც კორუფციაში ბრალდებული მერის დაპატიმრებას აპროტესტებენ, ციცაკის სპრეი გამოიყენა. ცნობისთვის, ექრემ იმამოღლუ გუშინ პოლიციამ კორუფციასთან და ტერორიზმთან სავარაუდო კავშირების შესახებ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დააკავა. სტამბოლის მერი, რომელიც ამავდროულად თურქეთის მთავარი ოპოზიციური პარტიის წევრიცაა, ბრალდებას უარყოფს. სოლიდარობასა და იმედს წინ ვერანაირი ძალა ვერ აღუდგება, ჩვენ ვიბრძვით უკეთესი ხვალინდელი დღისთვის, ამის შესახებ იმამოღლუმ სოციალურ ქსელში დაწერა. სერბეთის მთავრობა გადადგა პრემიერ-მინისტრმა მილოშ ვუჩიჩმა გადადგომის შესახებ იანვრის ბოლოს გამოაცხადა, თუმცა სერბეთის პარლამენტმა ქვეყანაში მიმდინარე პროტესტების ფონზე ეს კვირების შემდეგ 19 მარტს დაამტკიცა. ქვეყნის პრეზიდენტის ალექსანდრ ვუჩიჩის თქმით, ვუჩევიჩის გადადგომიდან 30 დღეში ახალი მთავრობა თუ არ ჩამოყალიბდება, ის ვადამდელ არჩევნებს ჩანიშნავს.